სტრესი 21 საუკუნეში ძალიან ბევრი გადატვირთულები ვართ. იქ გვაქვს მოსასწრები, მუდმივად ვართ დაძაბულობის, შინაგანი დაძაბულობის განცდა და სანადიროდ წასვლა მაცივართან, შესაძლებელია ჩვენმა დაძაბულობამ, დაღლამ, განტვირთვის დიდმა სურვილმა, დადებითმა ემოციებმაც კი წაგვეყვანოს სანადიროდ მაცივართან. შესაბამისად, მე თუ ვარ რაღაცა მიზანი მაქვს, რომ წონა დავიკლო, მაგრამ არ მაქვს გაცნობიერებული, რისთვის უნდა დავიკლო, რა გზებით უნდა დავიკლო, ეს გზა საბოლოოდ რა შედეგებამდე მიმიყვანს, არის თუ არა ეს თუ ჩემთვის დამატებით, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არის კიდევ დამატებით იწნეხი არსებულ ყოველდღიურობასთან ერთად, არამც თუ ევოლუცია მიმიყვანს, არამედ ჩემი შინაგანი მდგომარეობა, რომ არ შემიძლია მუდმივად ვიყო კონტროლის ქვეშ. ნახეთ, ყველაზე დიდი რაც არის, ჩვენ გვინდა ადამიანებს რომ ვაკონტროლებდეთ. და მაშინ, როდესაც ჩვენ კალორიული დეფიციტით იქნება თუ ფიზიკური აქტივობით, ეს იმსახურება კონტროლს განწირულია. რა თქმა უნდა, ფიზიკური აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია, მე პირადად ძალიან მიყვარს და ჩემთვის ეს არის განტვირთვის საშუალება, აქ უნდა დავსვათ შეკითხვა. რისი რესურსი აქვს ჩემს ორგანიზმს? თუ ფიზიკური აქტივობა მე სიამოვნებას არ მანიჭებს და ეს არის ჩემთვის წონის კლების საშუალება, მე აქ მივდივარ იძულებით, დგები სარვენ ბილიქზე, მაქვს საშინელი ემოცია და ჩემ თავს ვებრძვი ემოციურად და ვღლი და სულ არ გამოვდივარ განტვირთული ვერც ეს ჩამოაყალიბებს ჩემ შოას. ამიტომ მაშინ, როდესაც მე ვიწყებ წონის კლებას, შედეგზე, რა თქმა უნდა, ვარ ორიენტირებული, მაგრამ სინამდვილეში უნდა დავაკვირდე პროცესს ცნობიერად და დავიწყო ჩემი ჩვევების და აზრების შეცვლა. ეპიზოდის წარმდგენია ბალანსი. გემრიერი და ჯანსაღი კვების კომპანია.